რეფერენდუმის პირველი ეტაპი ეგვიპტეში უკვე დასრულდა, მაგრამ საბოლოო შედეგი ჯერ უცნობია. მუსლიმთა საძმო პირველი ეტაპის მათ სასარგებლო დასრულებაზე იმობს, თუმცა საპირისპირო მონაცემებს ეყრდნობა ოპოზიცია. ოფიციალური და პირველადი შედეგებით ეგვიპტის პრეზიდენტ მურსის მიერ ინიცირებული ახალი კონსტიტუციის პროექტს მოსახლეობის 56%-მა დაუჭირა მხარი. ეგვიპტეში რეფერენდუმის პირველი რაუნდი უკვე დასრულდა, მაგრამ საყოველთაო კენჭისყრას ექსცესების გარეშე არ ჩაუვლია. ოპოზიციური ვაფდის პარტია საგაზეთო რედაქციაზე ეგრეთ წოდებული მოლოტოვის კოქტეილები თავდასხმაში მმართველ გუნდს ადანაშაულებს. დაშავებულია 2 ადამიანი და დაზიანებულია ოფისთან ახლოს მდგომი რამდენიმე ავტომობილი. პარტიის კუთვნილ გაზეთის სათაო ოფისზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობას უაკისრებ მუჰამედ მურსის, როგორც ქვეყნის პრეზიდენტს. ქვეყანა მხოლოდ მიწა, ხალხი და მმართველი არ არის. პირველ რიგში საჭიროა კანონის უზენაესობის დაცვა. ჩვენ კიდევ დიდი ერიდან ქაოსის სახელმწიფოდ ვიქეცით. რეფერენდუმის პირველადი შედეგების მიხედვით გამარჯვებას ეიმობს როგორც მუსლიმთა საძმო, ასევე ოპოზიცია. ორივე მხარე დარწმუნებულია, რომ ახალი კონსტიტუციის პროექტის ბედი მათი პოზიციების სასიკეთოდ გადაწყდება. შედეგებზე ვერაფერს ვიტყვი მანამდე ვიდრე ხმების დათვლა ბოლომდე არ დასრულდება, თუმცა პროცედურა მარტივია, რადგან პასუხების დალაგება მხოლოდ დადებითი და უარყოფითი ნიშნით გვიწევს. შედეგებს შემდგომ ოფიციალურ კომიტეტს გადავიგზავნით. რეფერენდუმის პირველი რაუნდი ეგვიპტის 10 პროვინციაში გაიმართა. დანარჩენ 15 პროვინციაში მეორე რაუნდი 22 დეკემბერს ჩატარდება. კენჭისყრის 2 ეტაპად დაყოფა დამკვირვებელი მოსამართლეების დეფიციტის გამო გადაწყდა. ადგილობრივებმა კენჭი ახალი კონსტიტუციის სადავო პროექტს უყარეს. პირველადი მონაცემებით ახალ ძირითად კანონს მხარი ელექტორატის 56%-მა დაუჭირა. საყოველთაო კენჭისყრის გამართვა მას შემდეგ გადაწყდა, როცა პრეზიდენტმა მუჰამედ მურსიმ ნოემბერში გამოცემული დეკრეტით საკუთარი უფლებამოსილება გაიფართოვა. შემდეგ კი მმართველი მუსლიმთა საძმოს დახმარებით სასწრაფოდ შეიმუშავა ახალი ძირითადი კანონი. ცვლილებებმა ქვეყანა ორად გახლიჭა. საზოგადოების ლიბერალური, ქრისტიანული და სეკულარული ნაწილი პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს მოსახლეობის დიდი ნაწილის მოსაზრების უგულებელ ყოფაში ადანაშაულებს. ოპოზიციის განცხადებით შარიათის კანონზე დაფუძნებული დოკუმენტი უგულებელ ყოფს უფლებებსა და თავისუფლებას, ხოლო სამხედრო წრის პრიორიტეტულობა სახელმწიფოში სახელმწიფოს წარმოქმნას შეუწყობს ხელს. საპროტესტო აქციები დროებით შეწყვეტილია, მაგრამ დემონსტრანტებს კარვები ჯერ არ აუშლიათ. გადადგამს თუ არა ეგვიპტე შარიათისაკენ ნაბიჯს რეფერენდუმის საბოლოო შედეგებზე იქნება დამოკიდებული.